იყო და არა იყო რა. იყო წითელი ქუდა. წითელი ქუდა იმიტომ ერქვა, რომ წითელი ქუდი ეხურა. იმიტომ ეს ბებიამ შეუკერა ლამაზი ქუდი. ერთ დღეს დედამ დაუძახა წითელ ქუდას. შვილო, მოდი. წითელ ქუდას გაუკვირდა, რისთვის მეძახისო და უთხრა. შვილო, ბები ავად გახდა და წამლები და საჭმელი მიუტყა. წითელ ქუდა დათანხმდა, შეისწორა თავისი წითელი ქუდი და განაგრძო კარგად გზა. დედამ კი გააფრთხილა, რომ ფრთხილად იყავი, ტყეში მგელი არ შეხვდესო. წითელ ქუდა მიხტოდა, ისე უხაროდა, რომ ბებიასთან მიდიოდა. ბები ავად იყო, მაგრამ მაინც უხაროდა, რომ ბებიას შეხვედროდა. ამ დროს წითელ ქუდამ დაინახა სავსე ულამაზესი ყვავილებით გზა. მივიდა და იფიქრა. მოდი ამ ყვავილებს ბებიას მიუტან, თან გაუხარდება. წითელ ქუდამ არ იცოდა. წითელ ქუდამ არ იცოდა, რომ მასე დააგვიანდებოდა, მაგრამ მაინც დაიწყო ყვავილების კრეფვა და კრეფთა. სანამ ულამაზეს ყვავილებს არ ნახავდა და ბებიასთვის არ მიიტანდა. ეძებდა წითელ ქუდა ყველაზე ლამაზ ყვავილებს, რომ ბებიასთვის მიეტანა ყველაფერი. ამ დროს რუხი მგელი გადმოხდა და თქვა: შენ რა ქვია, გოგონი? მომეცი დროზე საჭმელი. შეეშინდა წითელ ქუდას და დაუვარდა კალათა. ამ დროს მგელმა კალათა აიღო და ჩაულაგა შიგნით წამლები და საგზალი, რაც ბებიასთვის მიქონდა და მიაწოდა. წითელ ქუდას გაუკვირდა, ეს როგორი კეთილი მგელია და გამოართვა საგზალი. და გადაუხადა მადლობა. მადლობა. შენ სად მიდიხარ, გოგონი? არ გეშინია? ბებიასთან მივდივარ. წითელ ქუდამ თქვა, ბებია ცოტა შორს ცხოვრობსო. მგელმა კი მოატყუა, მე ამ გზით წავა და შენ იმ გზით წადიო. წითელ ქუდამ დაეთანხმა და უთხრა: კარგი, მე იქიდან წავალ, შენ აქედან. გელი სინამდვილეში ბოროტი იყო და წითელ ქუდას თავი მოაჩვენა, ვითომ კეთილი იყო. ის დიდი გზით გაუშვა და თვითონ ადვილი გზით წავიდა, რომ ბებია გადაეყო. ცოტას დავისვენებ და მერე გავაგრძელებ გზას. წითელ ქუდა დაიკარგა და დაიწყო ტირილი. ამ დროს ჩამოიარა მონადირემ, რომელმაც უთხრა წითელ ქუდას: შენ რატომ არ მიდიხარ? ხომ იცი, რომ მაგ ძალიან საშიში მგელები დადიან. შეიძლება შეგჭამოს. წითელ ქუდამ გასცა პასუხი. ბებიასთან მივდივარ და მგელმა მომატყუა. წითელ ქუდამ სინამდვილეში არ იცოდა, რომ მგელმა მოატყუა თუ არ მოატყუა და უთხრა ყველაფერი მონადირეს. შენი ბებია სად ცხოვრობს? ძალიან შორს ცხოვრობსო, თქვა წითელ ქუდა. ძალიან შორს ცხოვრობს ჩემი ბებია და ვერ მივაგენი. კარგი, მაშინ დაგეხმარები. გაუნენ გზას მონადირე და წითელ ქუდა. ამ დროს მოვიდა მგელი. ხომ მოატყუე მაიმუნ გოგონას, ახლა დაუკაკუნებ. შვილს მოპწანდი. მგელმა თქვა, მე წითელ ქუდა ვარო და მოატყუა ბებია. ბებიამ კი თქვა, მე არ შემელია რომ გაგიყო, ჩამოწიე ურდული და ბებია ისე გაციებული იყო, რომ დაახველა. ჩამოწიე ურდული და გაიღება. მგელს ძალიან ცუდი იდეა ჰქონდა მოფიქრებული, შევარდა და გადაყლაპა ბებია. ამ დროს მოვნენ წითელ ქუდა და მონადირე. კარგი, აბა მედი შედიდო. და გახსოვდეს, რომ აქ მგლები დადიანო. კარგი, მადლობა. ბებია, მოვედი. მგელმა დაიბუხა თავისი ბოხი ხმა და თქვა: შვილო, ეს არა ქვია, ჩამოწიე ურდული და გაიღებაო. იცინოდა მგელი. ბებიას წითელ ქუდას გაუკვირდა რანაირი ხმა აქვს და ეშინოდა შესვლის.
მაგრამ მაინც შევიდა და თქვა, ახლავე წამოვალო. ახლავე მოდივარ, ბებია. შემოვიდა წითელქუდა და დაინახა. ბანჯღვლიანი ბებია. ალბათ იფიქრა, ბებიას რადგან სიცხე აქვს, ასე იმიტომ არისო. ამ დროს წითელქუდამ შეეკითხა. ბებია, რა გჭირს? გელმა უთხრა. უბრალოდ ძალიან გაცილებული ვარ და ძალიან ყველაფერი მკივა. გაუკვირდა წითელქუდას ეს რანაირად მოხდაო და უთხრა წითელქუდამ. კარგი, აქ კალათას აგდავდებ. ახლა მივიდა წითელქუდა და დააკვირდა თავის დიდ ცხვირს და დიდ ხელებს და კითხა. ბებია, ასეთი დიდი ცხვირი რატომ გაქვს? და ხელებიო კითხა გელს. იმიტომ რომ კარგად ჩაგეხუტო. წითელქუდას გაუკვირდა ეს რანაირად მოხდაო და უთხრა. ბებია, ამ ხელა თალები რატომ გაქვს? იმიტომ რომ კარგად დაგინახო, თქვა მგელმა. ეხლა კიდე შეეკითხა წითელქუდამ, თუ რატო გაქვს ამ ხელა კბილებიო? გელი წამოხტა და ეცა წითელქუდას. წითელქუდა უნდა გადაეყლაპა. წითელქუდა მიხვდა რომ გელი ბოროტი იყო. გელმა მოიხსნა სათვალეები, გატეხა, მოიხსნა ბებიას დასაცველები და გადაყლაპა წითელქუდა. ამ დროს მონადირის რაღაცა ხმა მოესმა ბებიის სახლიდან. ახლა რაღაცა აკარა. აგარ მოვიდა მონადირე და თხლიშა თავში მგელს. ყოჩახ წითელქუდა რომ გამაგებიერო ბებია ამან გადაყლაპა. ბებია ხო მადლობა გადაუხადა მონადირეს. წითელქუდამ კი თქვა. ბებია, კარგად ხარ? მოიკითხა ბებია. მონადირემ კი თქვა, ფრთხილად იყავით ამ გელთან, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი მგელი არისო. წითელქუდამ უთხრა. კარგი, მადლობა. ბებია და წითელქუდა ერთად ჭამდნენ პეჩენიებს და მიირთმევდნენ კარგად. ბებია კი აღარ იყო ავად, გამოკეთდა, კარგად გახდა. მერე გააცილა ბებიამ წითელქუდა და უთხრა. ფრთხილად იყავი, კიდევ არ შეგხვდესო, ჩაეხუტა და გაუშვა. მიდიოდა წითელქუდა, მიდიოდა, ფერად-ფერადი პეპლები დასცვიოდა თავზე, კურდღლები. ამ დროს დაინახა მგელი, ხვეტავდა რაღაცას. და დასაქმებული იყო თითქოს. წითელქუდამ ეს რო დაინახა, ძალიან გაბრაზდა და უთხრა. ოხ, შემაიმუნო. გელს ძალიან ეწყინა, ყურები დაცხვიდა და გაუშვა წითელქუდა. წავიდა წითელქუდა და ასე დამთავრდა ჩვენი ამბავი წითელქუდაზე. ნახვამდის.